ადამიანი არის სოციალური არსება. ასე. მას სჭირდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში ყოფნა და სოციალიზაცია. არსებობს სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები: ოჯახური, მეგობრული, რომანტიკული, სამსახურეობრივი, პროფესიული და სხვა. რა გამოწვევებს ვაწყდებით ყოველდღიურად ურთიერთობებში და როგორ შევინარჩუნოთ პირადი საზღვრები. ჩვენთან ერთად არის ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი და ახლა ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, რომელიც მე მგონია, რომ ყველა ადამიანს აინტერესებს და ყველა ადამიანს სჭირდება სწორი რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით. დილა მშვიდობისა და დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. დილა მშვიდობისა. პრინციპში ურთიერთობების გარეშე არ ვართ არსად, არც სახლში, არც სამსახურში, არც სამეგობრო წრეში და ყველგან დარწმუნებული ვარ, რომ სხვადასხვა პრობლემა შეიძლება ასე დავსვათ, სხვადასხვა გვარი პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი. დავიწყოთ პირველად ყოველდღიური ურთიერთობები, ის რაც სამსახურში გვხდება. რა პრობლემებს და რა კრიზისებს შეიძლება შევეჯახოთ სამსახურში ურთიერთობების დროს? რაღაც სოციალური არსებები ვართ, ავტომატურად ერთმანეთის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ და არათუ ვერ ვიცხოვრებთ, ჩვენ ვერც განვითარდებით ერთმანეთის გარეშე. ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება იყოს ყველგან სამსახურში მეგობრებთან, რა ვიცი, ოჯახში, ეს არის თავის დამკვიდრების, საკუთარი პიროვნულობის გამოხატვის პრობლემა. აი თქვენ წეგან საზღვრები ახსენეთ, ხო, რატო გჭირდება საზღვრების დაცვა? იმიტომ რომ არ არსებობს გაგება და პატივისცემა, იმიტომ რომ ვართ ეგოცენტრული არსებები და ყველა სამყაროს უყურებს ისე თვითონ შემოვიდა, მას უნდა ის ესე ფიქრობს. ხო, მისი სამყარო ესეთია, ну ცოტათი ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ სამყაროს ცენტრი ვართ, ამას ხშირად გაუცნობიერებლად ვაკეთებთ და აი ამის გამოა რომ იწყება კონფლიქტები, თორე ჩვენ რო ერთმანეთს უსმენდეთ და ისე ვქონდეს ურთიერთობას, რეალურად უსმენდეთ, ისე კი არა, ყურის ოპერაციას რომ მოსმენა შეუძლია, ჩვენ არ დაგვჭირდებოდა ამ საზღვრებზე მუდმივი რაღაცა დემარკაცია. მიმღებლობას, ანუ ვიღებდეთ ყველას ისეთ გაგება, ხო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რომ მიმიღო ისეთი როგორიც ვარ, უნდა გაიგო როგორი ვარ, ხვდები? ანუ თქვენ აქ მოხვედით და უშუალოდ ჩვენ თანამშრომლები ვარ, ხო? თქვენ მოხვედით თქვენი წარმოდგენებით, თქვენი სურვილებით, თქვენი რაღაც ამბიციებით. მე მოვედი ასევე ჩემი და გაგების მაგივრად ხდება აი ეს რაღაცა ეგოების დაჯახება. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებით ესეა სწორი, მე ვფიქრობ ესეა სწორი. მანდიკვეთება კიდე შემდეგი პრობლემა, როდესაც ადამიანები ჩვენს კულტურაში განსაკუთრებით აი ალბათ სამხრეთული ადამიანების, ემოციური ადამიანების თვისება, ჩვენ მეგობრობა გონია მუდმივად ერთმანეთს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში დრო წავართვათ, დაურეკოთ, მივიდეთ, გავესაუბროთ, უარი არაფერზე უთხრათ, ხო? აი ჩვენს კულტურაში ცოტა ისეთი საზღვრების დაცვა და სხვისი დროის, სხვისი ენერგიის, პატივისცემა ან თუნდაც არ გაბრაზდა იმაზე, რომ მეგობარმა ვერ გიპასუხა, იმიტომ რომ თუნდაც ხასიათზე არ იყო, ხო? აი ეს ემოციურ ადამიანებში ეს აღიქმება ყოველთვის რაღაცა ისეთი წყენა, სენტიმენტალური ერი ვართ, ხვდები? და ეს ყოველთვის პრობლემას ქმნის ურთიერთობებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება არის სიყვარული, არის გაგება, მაგრამ საკუთარი თავი, საკუთარი სამყარო, საკუთარი აი ეს სივრცე, ეს არის ის ფუნდამენტი, რაზეც დგას ადამიანი. ადამიანი სხვანაირად ჯანმრთელი ვერ იქნება ფსიქიკურად. ეხა ეს შეგიძლიათ პირად ურთიერთობაზე, შვილებთან ურთიერთობაზე, მშობლებთან ურთიერთობაზე, ну კოლეგიალურობა, ხო? ამაზე დგას და აი რატოა სულ პრობლემები, ხო? აი სტატისტიკა როგორ დგება? სტატისტიკა დგება დაკვირვებით. სამსახურებში მაგალითად აი კოლეგიალურობის პრობლემა, ხო? ну იქ მუშაობს ახლა პატარ-პატარა ადამიანური სურვილი, ვიღაცას არა, ყველას უნდა იყოს პირველი, ყველას უნდა იყოს გამორჩეული, ყველას უნდა მასეთ მობოდეს დრო. ეს არის ჩვენი ფსიქიკის მოცემულობა, ხვდებით? აი განპირობებული გონება რომ საუბრობთ, ესეთია. მაგრამ ხომ ვართ ჩვენ მოაზროვნე არსებები, ანუ აზროვნების პროცესი ნიშნავს პირდაპირ ჩაერიო აი ამ შენს მოცემულ არაცნობიერის მოცემულ გამოხატულებაში. ანუ მე ვაფიქსირებ, რომ ჩემი ემოცია, ჩემი ეგო, ჩემი სურვილი ამას მეუბნება, მაგრამ აზროვნების პროცესი ნიშნავს, რომ ჩემ თავს უთხრა, რომ სტოპ, აბა გაჩერდი და დააკვირდი. შენს გარდა აქ ყველა ადამიანს აქვს თავის სურვილები, თავის გამოცდილება, თავის ამბიციები და მოდი ერთმანეთს მოусმინოთ და მოდი რაღაცა ხაზი გავავლოთ, სადაც ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა ქმნის სწორ ურთიერთობებს.
გაგება, პატივისცემა მოაქვს გაგებად ხვდებით, აი ავტომატური პატივისცემა და სიყვარული არ არსებობს. არც არ არსებობს, არც ოჯახში, არც მეგობრებში. ხა ეს ჩვენ რაღაც ეს რომანტიკული წარმოდგენები გვაქვს, რომ მიყვარს აბარა ჩემი ოჯახის წევრია ან მეგობარია, მაგრამ გაგების გარეშე არაფერი არ არის ხვდებით, იმიტომ რომ გაგება ნიშნავს, რომ ჩვენი ცნობიერება, ჩემი და თქვენი რაღაც ერთ ველში მოხვდა. და მოსმენა შეგვიძლია. მაგრამ იცით ადამიანი თუ საკუთარ თავს არ უსმენს, ის სხვას ვერ მოусმენს. ეხლა ეს არის გლობალური პრობლემა ხვდებით, აი ზოგადად ადამიანს უჭირს მოსმენა. მაშინაც კი, როდესაც თქვენ ადამიანს ესაუბრებით, შესაძლოა ის იმ მომენტშიც კი თავის გონებას უსმენდეს და თქვენ სიტყვებს ისხლიტავდეს, ალბათ ამ დაკვირვები ხართ საკუთარ თავზეც, ხო? აი, ამიტომ აზროვნების პროცესის ფსიქოლოგიაში ქვია, აი ზუსტად მომენტი, როდესაც შენ ჩერდები და იწყებ დაკვირვებას. შენი თავის გაგებას, როგორი იმპულსური ხარ, როგორი არასტაბილურია შენი ფიქრთა დინება და შესაბამისად, როდესაც შენ თავში აღმოაჩენ ამდენ პრობლემას, შენ ხვდები, რომ შენს პარტნიორთან თუ შენს კოლეგასთან იგივე პრობლემებია და ეს აღარ ხდება ეს რაღაცა კონფლიქტური სიტუაციები და მერე გონება იწყებს უკვე მოსმენას, რომ მოდი მოვისმინო რატომ აქ ამ ადამიანთან პრობლემა? მოდი გავესაუბრო, იქნებ რაღაცა ვერ გაუგეთ უბრალოდ ერთმანეს და მარტივად გადაწყდეს, მაგრამ აი ეს გაგებამდე მისვლა არის ძალიან დიდი პრობლემა. ძალისხმევა არის საჭირო, ანუ ეს მარტივად თავისით არ ხდება როგორც ჩანს, ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ მოусვინოთ, გავიგოთ მისი აზრით, ნებისმიერ რა ურთიერთობაში არ უნდა ვიყოთ, ჩვენ თავს ძალა უნდა დავატანოთ, თუ მისი არ გვესმის, ჩვენ მოусვინოთ მას, ასე ვთქვათ. და ჩვენ რატო საუბრობთ მე სულ პირადი სივრცის დაცვაზე, იმიტომ რომ ეს ქაოსური ცნობიერება ავტომატურად კვეთავს ამ საზღვრებს, ხო? და მე უკვე გიწევს, რომ ეს ხაზები გაავლო, მე ეს არის არასასიამოვნო პროცესი. როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? შევინარჩუნოთ სტაბილური, კარგი ურთიერთობა და თანაც პირადი სივრცის იცი რა არის? მოდი კარგი ურთიერთობას. კარგი ურთიერთობა რა არის? ამაზე ვისაუბროთ რა. ორმხრივი პატივისცემაც უნდა იყოს. მანაც უნდა იფიქროს იმაზე, მანაც უნდა დახარჯოს ენერგია იმაზე, რომ მოგისმინოს. მაგრამ ნახეთ, თუ მე გრძნობ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ჩემი მოსმენა, აი წეგან გაგებაზე რო ვისაუბრეთ და ჩემი საზღვრები ირღვევა. ნუ მე არა მაქვს თქვენს მიმართ ცუდი დამოკიდებულება, მაგრამ საზღვარი უნდა დავიცვა, რას ვაკეთებ ამ დროს. ძალიან ზომიერს ხვდი ურთიერთობას. ნუ ძალიან ესეთი სერიოზული ხდები ურთიერთობაში, ხშირად ხდება იგნორი, ცოტა გულგრილობის, გამოხატულება გარე, მე არ ვამბობ, რომ შესაძლოა შიგნიდან სულ არ განიცდიდი ამას, მაგრამ ხდები, რომ ამ ადამიანმა უნდა დაგინახოს, უნდა მოგისმინოს. ჩვენ ესეთი მკვეთრი ცვლილება ხასიათის ხშირად გვჭირდება, იმიტომ რომ დაგვინახონ, შეგვამჩნიონ და მიხვდეს, რომ თუ არ გააკონტროლებს თავის ემოციებს, ჩემთან ექნება პრობლემა. ეს არაპოპულარული რაღაცები სამწუხაროდ იძულებული ხარ გააკეთო და საერთოდ მე ვთვლი, რომ ხასიათის გამოვლინება ყოველთვის აუცილებელია. არის ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ ხასიათი აღზრდა არ აძლევს ამის საშუალებას, ცდილობს სულ გაგიღიმოს და ბოლოს აღმოაჩენს, რომ ყველა თვლის რაღაც ისეთ ცარიელ ადგილად, რომელიც ყველაფრის ამტანია. ამიტომ მიმაჩნია მე როგორც ფსიქოლოგს და როგორც პიროვნებასაც, რომ ხასიათი ყველგან უნდა გამოავლინო, ნუ ფარგლებში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა მიხვდეს, რომ შენთან ესე მარტივად ვერ იქნება და მე რა არის, აი ესეთ დროს, ვინც დაგიმეგობრდება, ის მართლა შენი მეგობარი იქნება. ვინ შენ დაგიმეგობრდება და მიგიღებს შენი ხასიათით, ის უკვე ნიშნავს, რომ მის ცნობიერების ველში თქვენ რაღაცა მოკლედ მნიშვნელოვანი შეიტანეთ და მისთვის თქვენი პიროვნება საინტერესოა და სამსახურში მუდმივად საჭირო ალბათ ეს ზომიერება. იცით რა, სამსახური არის მაინც ესეთი დიდი სოციუმი, სადაც ახლა აბსურდია, ხო? ყველა მოწონდეს ნუ ეს რაღაცა, ეს არის ინფანტილიზმი ამაზე ფიქრი. ამიტომ ჯობია, რომ ვიყოთ ზომიერად ესეთი ზრდილობიანები, კეთილშობილები, მაგრამ მუდმივად ხაზი გავუსვათ რაღაცას, იმიტომ რომ აქ თქვენ შეიძლება ისე იღლებოდეთ, რომ შესაძლოა, რომ გადაცემის მერე საერთოდ არავის დანახვა არ გინდოდეთ და ვიღაცამ ეს არ უნდა მიიღოს პირად შეურაცხყოფად ხვდებით ჩვენ. არა, მეგრე ხო არ არის ხოლმე. არა, ნამდვილად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე ვდგებით. ერთმანეთს მაინც საერთაშორის არის რაღაცები, რაც აი ხა მაგალითად ჩემი გამოცდილებიდან რო გითხრათ,
ნებისმიერ ადამიანთან ვცდილობ რომ მას ურთიერთობის დროს კომფორტი შეუქმნა, ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, ანუ მოусმინო მას, ანუ ასე ვთქვათ, მის ღირებულებებზე, ან მის ღირებულების პატივიცე და თავი კომფორტულად ვაგრძნობინო ჩემთან ურთიერთობის დროს. მაგრამ არის რაღაც კონკრეტული ღირებულებები, რასაც უბრალოდ აი ალბათ ის ზღვარია სწორედ ჩვენ აზრით ახლა ვსაუბრობთ, რომელ ზღვარსაც უბრალოდ არ უნდა გადმოვაბიდეს. აი მაგას ვეძახი ხასიათის გამოვლენებას. თქვენი ღირებულებები წინ წამოსწიეთ. იცით, ხშირად ხდება ურთიერთობაში ესე რომ ადამიანი ყველაფერზე ჩუმათარი გიღიმის გონია რომ ყველაფერი მოსწონს შენი. დიახ. და მე აღმოაჩენ 3 თვის მერე 4 თვის მერე რომ გეუბნება რომ იცი ის მეწყინა აი ასეთი ურთიერთობის ატანეს ერთ არ შემიძლია მე მირჩევნია ვიცოდე როგორ ადამიანთან მაქვს საქმე რომ შემდეგ მივხვდე ჩვენ ყველას გვესმის რომ სრულყოფილები არ ვართ და ყველას რაღაც გვეშლება რა. რა თქმა უნდა იდეალური ადამიანი არ არსებობს და ურთიერთობაშიც მთავარია უწყფელობა და კომუნიკაცია. და ვფიქრობ, რომ აი სწორედ კომუნიკაციის ნაკლებობამ, არაგულწრფელობამ შეიძლება საბოლოოდ ის შედეგი გამოიწვიოს, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, რომ 3-4 თვის შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ თურმე ის ადამიანი ხო, უცბად აფეთქდა. უცბად აფეთქდა და ვერ ხვდებით საბოლოო ჯამში რატომ აფეთქდა და თურმე აი ამდენი ყველაზე მეტად კომუნიკაცია ვის გამოსდის გახსნილ ადამიანს, რომელიც მოდის და გეტყვის პირდაპირ ყოველი წყენის გარეშე, რომ რა ეს არ შემიძლია, მოდი ეს აღარ გამიკეთო, ან ხუმრობით, ან იუმორით, ხო ეს გახსნილი ხალხი. აი კატეგორია ხა ცოტა ეგ ფსიქოტიპი, რომელიც ითმენს და მერე ფეთქდება, ეს ყველაზე რთული ფსიქოტიპი, იმიტომ რომ მანდ მერე ძალიან სერიოზული ფსიქოსომატური რღვევები მიდის და მე მათაც ვეუბნები მუდმივად, რომ ნუ ჩუნდები, არ გინდა თქვი, გეშინია მაინც თქვი, გამოავლინე შენი თავი, იმიტომ რომ მე მთელი ბუკეტია და რღვევები. ემატება ბევრი რაღაცა. ადამიანის დაცვის მიზნით შეიძლება გაჩუმდეს ერთი თანამშრომელი, იმიტომ რომ შეიძლება ერთი თანამშრომლის ზედმეტად ან ემოციურმად ამოღებულმა სიტყვამ და გადაწყვეტილებამ მეორე ადამიანი დააზარალოს და ხანდახან საკუთარ თავზე უფრო მეტად შეიძლება სხვაზე ვფიქრობდეთ, შეიძლება იმ ადამიანს წარმოდგენაც კი არ ქონდეს იმის შესახებ, რომ უი ეს ადამიანი თურმე ჩვენზე ფიქრობს, მაგრამ მე წყლანი ადამიანები ვართ, მაინც ყველადი რაღაცნაირად შემწყნარებელი ადამიანები ვართ და ვფიქრობთ, რომ შეიძლება ამ ჩვენმა ემოციურობამ და იმად, რომ ჩვენ საკუთარი თავის სწორი გქონია, დღეს ამოღებულმა სიტყვამ სხვა დააზარალოს და მოდით, რატომ დავაზარალოთ სხვა. ესეთი შემთხვევებიც არის და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ალბათ ესეთი ადამიანები უფრო ზარალდებიან ხოლმე. იცი რა არის, ეს თუ კერძო შემთხვევაა ერთი, ხო? ეს გასაგებია, მაგრამ ეგ თუ ხასიათია, ეგ უკვე პრობლემაა ფსიქოლოგიური ხდები. იხა მე გავჩუნდე და ჩემი წყენები გავაჩერო, იმიტომ რომ თქვენ არ გეწყინოთ. არა, მე მირჩევნია თქვენ გეწყინოთ ხდები, ვიდრე მე ყველაფერი ვაჩერო. ხო, და სანამ ეს ემოციურ აფეთქებამდე მივალთ, ხომ არსებობს კიდე რაღაცა სივრცე, სადაც ჩვენ დიალოგი შეგვიძლია. რატომ არ ვსაუბრობთ? რატომ არ ვამბობთ, რომ იცი რა, მე აი ეს მწყინს. მოდი რა, მე აი აქ იუმორზე გახსნილი არ მაქვს რა. რატომ არ ვსაუბრობთ ამას? ანუ რას ვთამაშობთ? აი სულ რაღაცა ტიპები გვინდა ვიყოთ, აი კარგი გოგოები, კარგი ბიჭები და აქედან იწყება ყველაფერი. აი კარგი გოგოს და კარგი ბიჭის სინდრომი ალბათ ძალიან კომპლექსით, ალბათ ძალიან ცნობილია და ძირთადად ამას ალბათ სოციუმი ქმნის, იმიტომ რომ ეგ უფრო იქმნება ოჯახებიდან, სკოლიდან. მაგრამ ნებისმიერი კომპლექსი იქმნება სადღაც არაცნობიერში, მაგრამ აქ არ უნდა გავიღინოთ. როგორც კი შედიხარ უკვე ცნობიერ ასაკში და აზროვნება შეგიძლია და აცნობიერებ, რომ კარგი გოგოს თუ კარგი ბიჭის კომპლექსმა მოგიტანა ეს პრობლემა, მომენტალურად უნდა დაინახო ეს კომპლექსი. ოღონდ ჩვენ როგორ ვართ, იცი, ჩვენ ვსაუბრობთ კომპლექსი, ეს არის სიტყვა, всё, გაიქცა, იდეა, აზრი არ გვესმის ამის, შენ უნდა დაინახო. აი გაცნობიერება რა პროცესია, იცით? უნდა დაინახო კონკრეტულ მომენტში აი ამ კომპლექსმა შენ რა შედეგი მოგიტანა. ჯერ დაინახო რომ შენ გაჩვენდი, არა იმიტომ რომ შეგეშინდა და არა იმიტომ რომ რაღაცა ძალიან კეთილშობილი ტიპი ხარ, არამედ იმიტომ რომ ამ შენი იმიჯის დანგრევა არ გინდოდა. ხვდები? აი ეს არის კარგი გოგოს კომპლექსი, რომ მაინც გინდა რომ საყოველთაოდ შენზე ისაუბრონ თან, აი ქართველებს ეს თან სადღეგრძელოს დონეზე გვაქვს, რომ აი კარგი კაცობა და შენზე კარგი ილაპარაკონ. ეს ბოდვაა, ხვდები? შენზე კარგს მუდმივად ვერავინ ვერ ილაპარაკებს, არც არავინ არ ილაპარაკობს და საერთოდ ადამიანები იშვიათად საუბრობენ კარგად სხვაზე, იმიტომ რომ ყველა ადამიანში არის ძალიან ღრმა ქაოსი და ღრმა დრამები ცხოვრობს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გაუცნობიერებელი ადამიანები, მაგრამ აი ამ გარე ფასადებზე ძალიან ვართ მოხიბლულები და ალბათ მაინც ჯობს ადამიანზე კარგი ვისაუბროთ, იმიტომ რომ ცუდის თქმელზე უფრო ჯობს მეტი რამის თუ შეგიძლია ისაუბრე, ხა გადახედე სოციალურ ქსელებს და მიხვდები სინამდვილეში რა საუბრობენ ადამიანები.
ერთმანეთზე, ცნობილ ადამიანებზე, აი შედით სოციალური ქსელი არის მაგის სტატისტიკა, რომ რაღაცა მასიური ბულინგი მიდის ადამიანს. ეს არის რეალობა, ხვდები? ეს მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, კარგია, ეს არის ფაქტი და ფაქტი არის ყოველთვის რეალობა. ძალიან სამწუხარო ფაქტია. ასეთი რეალობა ურთიერთობებს არ ანგრევს, მაგალითად. რა თქმა უნდა ანგრევს. სად არის ურთიერთობები რეალურად? ეს ურთიერთობებიც ხო ჩვენთან რაღაცა ის შეკოწიწებული, იმიტომ რომ მარტო ყოფნა არ შეგვიძლია. ხშირად ადამიანები პარტნიორები ხდებიან და ოჯახებს ქმნიან იმის გამო, რომ მარტო ყოფნა არ შეუძლიათ, მაგრამ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ, ხვდები? გაცილებით დრამატულია ადამიანის ყოფნა, იმიტომ რომ ადამიანი იმდენად გაურკვეველია თავის თავში, არ იცის რა უნდა. რეალურად რა უნდა, შეგრძნების დონეზე რა უნდა, არ იცის. უბრალოდ იცის, რომ ისიც უნდა მოასწროს სწავლაც, მუშაობაც, ცოლიც, შვილიც, ქმარიც, ეს იცის, მაგრამ აი ეს გარე ფასადის ადამიანი და შინაგანი ადამიანი, ეს ორი სხვადასხვა რამეა და თქვენ რეალურად ხართ შინაგანი ადამიანი. ანუ აი მე როგორ ვამოწმებ ჩემს მდგომარეობას, კარგად ვარ თუ არა, იცით? აი მარტო რო ვრჩები ჩემს თავთან, ან დავწვევი, ან დავждები, აი რა ფიქრები შემოდის. ეს ვარ რეალურად. ის კი არა ეხლა ლექციებში რა მაგრა ვსაუბრობ და მაგარი ტიპი ვარ და ვიღაცებს ჭკუას ვარიგებ. ეგ არ არის ინდიკატორი ჩემი შინაგანი მდგომარეობის და მუდმივად ამაზე უნდა კონდეს ადამიანს ფოკუსირება, რომ რო რჩება მარტო, ეს ფიქრების კასკადი, რომელიც არაცნობიერში მოდის, ეს არის სინამდვილეში იმის მანიშნებელი რა ტიპის სამუშაო გაქვს საკუთარ თავში. ეს ფიქრები არ არის ილუზია, იმიტომ რომ ხშირად შეიძლება ყველაფერი არ იყოს კარგად ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მაინც ძალიან კარგი ფიქრები მოდიოდეს ჩვენთან, კარგად, კომფორტულად ვგრძნობდეთ თავს, მაგრამ რეალურად რომ გადავხედოთ, აი ეს ყოფითი პატარ-პატარა პრობლემები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ საბოლოოდ ხანდახან არის რომ დავჯდები ხოლმე და ვფიქრობ, რომ აი რაღაცა კარგად მიდის ჩემს ცხოვრებაში რეალურად ყველაფერი და თავად საკუთარ თავთან თითქოს ჰარმონიაში ვარ, მაგრამ აი ამ ჰარმონიიდან და საკუთარი პრიზმიდან რომ გამოვიდე და რომ ფაქტებს და სხვადასხვა მოცემულობებს შეხედო, შეიძლება ისეთი ჰარმონიული არ იყოს, როგორც საკუთარ თავთან მარტო და ისიც რა არის, ფიქრი ყველანაირი ილუზიაა. ნეგატიურის და პოზიტიურიც ფიქრი არის ეს წარსული, დაგროვილი გამოცდილებიდან შემოსული, მაგრამ თუ გადავხედავთ იმას, ეს ფიქრები როგორ ანგრევს ადამიანების ფსიქიკას, ან ყალბ ეიფორიებს იწვევს, ხო, არც ისეთი სახუმაროა. თვითონ, აი ხა თქვენ წეღან საინტერესო რაღაც თქვით და მოდი მაგას გავყვები რა. აი ხარ ჰარმონიულად და კარგად, ხო? მაგრამ გეონება რომ გაქვს ეს პრობლემა, აი მიდგომა როგორი უნდა იცი? ხო, ვარ კარგად, მაგრამ მაგ პრობლემა და ამ წუთას მაგ პრობლემის მოგვარება არ შემიძლია. უბრალოდ ვიღებ და ამასთან ერთად ვცხოვრობ, ხვდები? კი ბატონო. იდეალური შეხედულება. სამყაროში არაფერი არ არის ისე, როგორც შენს ამ განპირობებულ გონებას უნდა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ფაქტებთან ერთად ცხოვრება. ხო, ესეთია. რა ვქნათ, ესეთია. ესეთია, ჩვენ ვიღებთ ჩვენს სიბერეს, ჩვენს გარეგნობას, ჩვენს წარმატებულ თუ წარუმატებელ სახელებს თუ არ დაარქმევ არაფერს და იტყვი, უბრალოდ აი მე მაქვს ახლა წყალი. და ეს არის ფაქტი, მაგრამ შეფასება რა არის? იცი, ცუდი წყალი, თბილი წყალი, კარგი წყალი. წყალია და მორჩა რა. კი, ამას უკვე შენაფასებ მართალია. ალბათ მაქსიმალურად უნდა შეფასება უკვე იწევს ხასიათის ცვლილებას. ხო, ანუ ჩვენ პრობლემაზე თვალს კი არ ხუჭავთ რეალურად, რაც გვაქვს, ხო, ცხოვრებისეულად ვიღებთ, მაგრამ არ გვანგრევს ეს პრობლემა. ანუ ცხოვრობთ ჩვეულებრივად. ალბათ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმდენი რამის შეცვლა არ შეგვიძლია. იმდენი რამის შეცვლა არ შეგვიძლია ჩვენს ირგვლივ ხონდა იცხოვრო ამასთან არა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევცვლით სხვებს, ჩვენ ვერ შევცვლით სამყაროს, მაგრამ შეგვიძლია დამოკიდებულება შევცვალოთ საკუთარ თავთან. კი, და აი ამ მიღებიდან დაალაგებ ურთიერთობებს. ჩვენია გავატაროთ კომფორტულად და ბედნიერად. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საუბარი გამოგვივიდა მართლა. ძალიან დიდი მადლობა. სასიამოვნო ნამდვილად, იმიტომ რომ ურთიერთობები იწყება პირველ რიგში საკუთარ თავთან ურთიერთობით და საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოყვანით აი ურთიერთობებს და შემდგომ უკვე გარე სამყაროსთან, რომელიც სამწუხაროდ არასდროს არის ისეთი, როგორც შეიძლება ვერც იქნება. ეს 8 მილიარდი ადამიანი ვერ იქნება ერთმანეთის მოსაწვევი. ჩვენ ერთმანეთი უნდა მივიღოთ უბრალოდ. ასეა, და მივიღოთ ერთმანეთი. დიდი მადლობა საინტერესო სტუმრობისთვის.